საკანონმდებლო წიგნი, რომელზეც მინდა რომ მოკლედ მოგიყვეთ, ეს არის ამერიკელი მწერლის თომას ულფის რომანი, რომელსაც ქვია შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები. ბუნებრივია რომანი იმდენად ხელტანიანი, რომ შეუძლებელია ყველა იმ საკითხს და თემებს სიღრმისეულად შევეხო მოკლე ვიდეოში, თუმცა შევეცდები მოკლედ მოვყვე თუ რაზეა ეს წიგნი და რაზე აკეთებს ძირითად აქცენტებს მწერალი ამ წიგნში. რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა მწერალზე, ჯორჯ ვებერზე, რომელიც წერს წიგნს თავის მშობლიურ ქალაქზე, მშობლიურ გარემოზე და იმ მაცხოვრებლებზე, რომლებიც ცხოვრობს ამ ქალაქში და წიგნი ხდება საკმაოდ პოპულარული. მწერალსაც აქვს მოლოდინი, რომ მას ოვაციები და ტაშისკრით შეხვდება თავისი მშობლიური ქალაქი, თუმცა ის დგება სულ სხვა რეალობის საპირისპირო რეალობის წინაშე. მწერალმა დაუნდობლად და შეულამაზებლად აღწერა იმ თავისი მშობლიური ქალაქის მაცხოვრებლების ის მანკიერი და მახინჯი თვისებები და ის პროვინციული აზროვნება, რომელიც მათ გააჩნდა და ბუნებრივია ეს არ მოეწონა ამ თანამოქალაქეებს და გამოხატეს საკმაოდ ისეთი უარყოფითი დამოკიდებულება მწერლის მიმართ. ადამიანები, რომლებიც მასთან იქამდე მეგობრობდნენ, ჰქონდათ საკმაოდ მოსიყვარული და თბილი ურთიერთობა, ხდება ისე, რომ შემდეგში უგზავნიან მუქარის წერილებს ამ მწერალს, რის გამოც იძულებული ხდება მწერალი დატოვოს თავისი მშობლიური ქალაქი და იწყება მისი მოგზაურობა ამერიკიდან ევროპისკენ. ეს არის მოგზაურობა არა მხოლოდ გეოგრაფიულ თვალსაჩინოდ, ბუნებრივია, ეს არის ერთგვარი ძიება საკუთარი თავის, საკუთარი იდენტობის ძიება და სულიერი ტრანსფორმაციისკენ მიმავალი გზა პრაქტიკულად. პირველი შეჯახება იყო მკაც რეალობასთან მწერლისთვის ის, რომ თავისი ძველი შეხედულებები და წარმოდგენები პრინციპში ყოფილა ილუზია და ამ ილუზიების მსხვერპლ მოხდა პირველად მაშინ, როდესაც მან დაინახა თავისი მეგობრების და ნათესავების და საყვარელი ადამიანების დამოკიდებულება მის მიმართ, ხოლო მეორე ეს მოხდება მაშინ, როდესაც ის ჩადის ნიუ-იორკში, უახლოვდება მასზე უფროს დიდარ ქალს, რომელთანაც აბამს რომანს და მისი მეშვეობით უახლოვდება ისეთ ფუფუნებაში ჩაძირულ ელიტურ საზოგადოებას, რომელიც პრაქტიკულად არის მოწყვეტილი გარე სამყაროსგან. ჯორჯ ვებერი აკვირდება ამ საზოგადოებას და ხვდება, რომ ეს პრაქტიკულად არის სიყალბეში და ბუტაფორიაში მცხოვრები ადამიანების ერთობლიობა, რომელიც იმდენად არიან ჩაკეტილი თავიანთ წრეში, პრაქტიკულად მათთვის შეუღწევადი ხდება ის ხმა, რომელიც მათ მიღმა სამყაროში ისმის. ეს არის დიდი დეპრესიის პერიოდი ამერიკაში და ვებერი აკვირდება იმ უბსკულს, რომელიც აი ამ დიდარ ფენასა და აი ამ საზოგადოებას შორის, რომლებიც სიღარიბეში და უამრავ პრობლემაში ცხოვრობენ, არსებობს. ეს არის ვებერისთვის ბუნებრივია ძალიან ტკივნეული და ბევრი კითხვას უსვამს ის საკუთარ თავს და ხშირად აღნიშნავს კიდეც ერთგან ის, რომ ამერიკამ სადღაც სხვაგან და სხვა მიმართულებით გადაუხვია მას პრაქტიკულად სულიერი დეგრადაცია სჭირს და ინტელექტუალურადაც კი გაიხრწნაო, ახსენებს ჯორჯ ვებერი ერთგან აი ამ წიგნში. ამის შემდეგ ის მიდის გერმანიაში, სადაც თავისი წიგნები არის პოპულარული, თუმცა აქაც აწყდება ისეთ პრობლემებს, ეს არის 30-იანი წლები, ფაშიზმის აღზევების პერიოდი და ბუნებრივია ხედავს იმ უბედურებას, რაც ხდება გერმანიის თავს, როგორ კარგავს ინდივიდუალიზმის სახეს პრაქტიკულად ადამიანები და როგორ ებმებიან ამ რაღაც კოლექტიურ ფერხულში და როგორ ხდება ადამიანების გადაგვარება პრაქტიკულად. ყველაფერი ეს მოგზაურობა ამერიკიდან გერმანიამდე და ყველაფერი მისი თვალით დანახვა მწერლისთვის არის პრაქტიკულად სულიერი ტრანსფორმაციის საშუალება და გზა. ის ხვდება, რომ ინგრევა ის ილუზიები და ის ძველი წარმოდგენები, რომელიც მას ჰქონდა ადამიანების მიმართ, რომელიც მას ჰქონდა სამყაროს მიმართ და იცვლება მისი შეხედულებები და იცვლება თავად თვითონაც ბუნებრივია.
რომანის სათაურიც შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები პრაქტიკულად არის ის და ნიშნავს იმას, რომ ადამიანი როდესაც იზრდება მენტალურად, ვითარდება სულიერად, შეუძლებელია დაბრუნდეს იქ, საიდანაც მან ეს დაიწყო. ანუ შეუძლებელია დაბრუნება სამშობლოში იმ გაგებით, რომ როდესაც მიდიხარ იქიდან, თავად იცვლები, არც შენ ხარ იგივე, რაც წასვლამდე იყავი და არც ის ადგილია იგივე, რომელიც შენ წასვლამდე იყო. ეს არის სულიერი მოგზაურობის, სულიერი ტრანსფორმაციის და ზრდის შესანიშნავი აღწერა პრინციპში, რასაც ამ წიგნში ვაწყდებით, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პესიმისტური ტონი დაკრავს პრინციპში ამ რომანს და სათაურიც ისეთია, რომ შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები შეიძლება ეს ძალიან ტრაგიკულად და დრამატულად მოეჩვენოს მკითხველს, მაინც ოპტიმისტურად თავდება პრინციპში ეს რომანი, რადგან სამშობლო ზოგადად არ უკავშირდება რაღაც კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილს. სამშობლო არ არსებობს წარსულში, მწერალს ამის თქმა უნდა და ის შეიძლება შენ თავად შექმნა მომავალში. თავად შენი თავისუფალი არჩევანის და გადაწყვეტილების შედეგად შეიძლება რომ შექმნა ის სამშობლო, სადაც შენ იგრძნობ თავს კომფორტულად და იქნება ეს შენი თავისუფალი არჩევანისა და გადაწყვეტილების შედეგი. სწორედ ამის თქმა უნდა მწერალს ამ წიგნით ბრწყინვალე ტექსტია, უდიდესი სახელია ზოგადად თომას ულფი ლიტერატურაში და ყველას გირჩევთ, ვისაც არ აქვს ეს წიგნი წაკითხული დიდი სიამოვნებით. ბოლოს კი, ვისაც მოგწონთ წიგნების განხილვის ჩემი ვერსია, დალაიქეთ და კომენტარით და გამოიწერეთ არხი.